ვინდა რატომ დაამონტაჟა პატრიარქის საახალწლო მილოცვა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის სკანდალური აღიარების შემდეგ საპატრიარქოში ბუნდოვანი განმარტებები კეთდება. უმაღლესი სასულიერო იერარქებიდან მედიასთან მხოლოდ მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა, თუმცა კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა. ნინა მაჩაბელი მუშაობს თემაზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნინა, რას აცხადებს მეუფე ნიკოლოზი? მეუფე ნიკოლოზი მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებს და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი პირდაპირ გვეუბნება, რომ ის მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს გაგვიზიარებს და ვერაფერ ოფიციალურ პასუხს ვერ გვეტყვის, ვინდა რატომ დაამონტაჟა ეს საახალწლო მილოცვა, პატრიარქის ვიდეო და ამის შემდეგ ვინ გაავრცელა, თუმცა ის გვეუბნება ერთის მხრივ, რომ პატრიარქს სურს საბჭოთა კავშირის დროინდელი ტრადიციის შეცვლა, რასაც ნიშნავს ახალი წლის აღნიშვნა და ის რომ ამ ფორმით გავრცელდა ვიდეო, ამას ემსახურება, თუმცა მეორეს მხრივ მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რომ ვიდეო წარმოუდგენელია ისე გავრცელებული იყო, რომ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ამის შესახებ არ ცოდნოდა. ყოველ შემთხვევაში მეუფე ნიკოლოზის მხრიდან წამოსული ეს შეხედულებები და პასუხები ჩვენთან მიმართებაში ძალიან ბუნდოვანია და კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ჩენს და ასევე აღსანიშნავია ის, რომ ეს ვიდეო, რომლითაც პატრიარქის საახალწლო მილოცვა გავრცელდა და რომელიც ასევე დამონტაჟებულია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, მათ შორის საპატრიარქოში არსებული გარკვეული კლანები ხომ არ ცდილობენ აი ამ ფორმით პატრიარქის სახელის გამოყენებას და ერთმანეთში რაღაც შუღლის ჩამოგდებას. ბუნებრივია ეს კითხვაც დაუსვით მეუფე ნიკოლოზს, თუმცა ამბობს, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ეს ვიდეო საახალწლო მილოცვა პატრიარქის მხრიდან არაფერ კავშირში არ არის და ამ თემას საერთოდ არ უკავშირდება. მაშინ ბუნებრივია კითხეთ, ვის შეიძლება გამოეყენებინა ეს თემა საპატრიარქოში, თუმცა მეუფე ნიკოლოზი ვერ გვცემს ამ კითხვაზე პასუხს, რაც შეეხება პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მეუფე გვეუბნება, რომ სინოდის წევრი გვეუბნება, რომ რა თქმა უნდა პატრიარქი ასაკიდან გამომდინარე არის დასუსტებული, თუმცა საპატრიარქოში არც ერთ გადაწყვეტილებას მის გარეშე არავინ იღებს. გაირკვა ვინ დაამონტაჟა ეს ვიდეო? დიახ. გითხარით. არ გეტყვით. იცოდა პატრიარქმა რომ დამონტაჟებული უნდა გასულიყო? დიახ, 47 წელია გვილოცავს, როგორც პატრიარქი ახალწელს. აი წელს არ მოგვილოცა. იცით რატო? იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც აღნიშნავს ჯერ ახალწელს და მერე შობას. და საერთოდ ახალი წელი არსად არ აღნიშნება არც ერთ ქვეყანას მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. არ აღნიშნავენ უბრალოდ, არ არის ახალი წელი დღესასწაული. საერთოდ არ არის. და ჩვენ ესე იგი ჯერჯერობით აქედან ვერ გამოვდივართ და აი პატრიარქს უნდა რომ შეგვიცვალოს ეს და მოგვილოცოს შობა და არა ახალი წელი. პატრიარქის გაბეზნული გადაწყვეტილება იყო, რომ ახალი წელი აღარ მიილოცა საზოგადოებისთვის. ეს იყო მისი, რა თქმა უნდა, მას შეუძლია ჩვენ ვესაუბრეთ მანამდეც, აი გუშინ ვიყავით კიდე შევხვდით, ვისაუბრეთ მასთან და რა ვიცი, რა გითხრათ, აბსოლუტურად ფუნქციონირებს ეს ადამიანი. აი მარტო რუსეთში არის ესე და ჩვენთან საბჭოთა კავშირის გადმონაშთია ეს ახალი წელი. დამერწმუნეთ რა. მაგრამ საზოგადოებას მაინც უყვარს და ყველა აღნიშნავს. ხო და იმიტომ რომ საბჭოთა კავშირიდან არ გამოსულვართ, ჯერ და პატრიარქს აბსოლუტურად არა. მარტო რუსეთი და საქართველო. აბსოლუტურად არა. სოფლიოში არ ვიცი თქვენ დადიხართ თუ არა, მე დავდივარ და ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ თავარი დღესასწაული განსაკუთრებით ქრისტიანულ ქვეყნებში არის შობა. და არა ახალი წელი. აი ჩვენ პატრიარქს უნდა რომ შეცვალოს ამ ქვეყანაში. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება კვლავ არ გავრცელებულა და ბუნებრივია სინოდის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს საახალწლო მილოცვის სკანდალთან დაკავშირებით და კიდევ ერთი დეტალია საინტერესო. ტახტის მოსაყდრეშიო ტრადიციულად არ ღალატობდა ხოლმე ბოლო პერიოდში და ის საკვირაო ლოცვას ატარებდა სწორედ სამების საკათედრო ტაძარში. ის ამ სკანდალის შემდეგ უკვე აღარ გამოჩენილა სამების ტაძარში და ბუნებრივია აქ ჩნდება ლოგიკური ეჭვი, რომ ის მან თავი არის და ტახტის მოსაყდრეშიო თავი არის და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ამ სკანდალის ირგვლივ საუბარს. მანამდე კი აღსანიშნავია ის, რომ სინოდის წევრები განმარტავენ, რომ წარმოუდგენელია ეს დამონტაჟებული ვიდეო, ისე გავრცელებული იყო, რომ საქართველოს პატრიარქს ილია მეორის ამის შესახებ არ ცოდნოდა, ამის პარალელურად კი კვლავ კეთდება ისეთი განცხადებები და განმარტებები, რომ ამ თემას და ამ სკანდალს კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს უჩენს.